გამომშვიდობის, მოგესალმებით ბათუმელების ლაივ ჩართვაში. ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მდებარეობს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა და სადაც 299 დღეა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ არაღიარებული ქართული ოცნების ხელისუფლების რეპრესიულ მმართველობას ქვეყანაში. და თქვენ იცით, რომ მოქალაქეები მე-9 თვეა უკვე ქვეყანაში მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ასევე მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. თქვენ იცით, რომ 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება ამ დროისთვის ციხეებში და ასევე აქ მყოფი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ გადადგეს ოცნების არაღიარებული ხელისუფლება და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რადგანაც იცის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი ქვეყანაში და ბუნებრივია ამ პროცესს მოყვა ღელვარება და მე-9 თვეა უკვე საქართველოს მოქალაქეები იცით დგანან ქუჩაში, პროტესტში და აცხადებენ, რომ ეს პროტესტი არ დასრულდება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სამართლიან და თავისუფალ გარემოში აირჩიონ ის ხელისუფლება, რომელიც მათ სურთ. თქვენ ალბათ ჩვენ ჩართვაში მუსიკის ხმები გესმით და ეს ხმები მოდის ფესტივალიდან, რომელიც აი ამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ამ ფესტივალია განდაგანა და იცით, რომ ეს ფესტივალები იმართება ბიუჯეტიდან, რომელზეც ათასობით ლარი იხარჯება, თუმცა აი ამ ფესტივალებზე ძირითადად ქართული ოცნების წევრები არიან მოსული, მათი კანდიდატები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ემზადებიან, ისინი არიან ძირითადად გამოფენილი ქართული ოცნების ქართული ოცნების მიმართ კეთილგანწყობილი მუსიკოსები მღერიან ძირითადად აი ამ ტიპის ფესტივალებზე და მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მეორე მხარეს მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას, ამ ქვეყნის მოქალაქეების უკანონო პატიმრობას, აი მეორე მხარეს ქართული ოცნება ატარებს ფესტივალებს და ქმნის სიმშვიდის და სტაბილურობის იმიტაციას, ხო, არ ვიცი, შეიძლება ასეც უწოდოთ. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ ბევრი პოლიტპატიმარია ციხეში, დაპატიმრებულია, მათ შორის არიან ქალები, მზიამაღლობელი, ჟურნალისტი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი და იცით, კიდევ ერთი ქალი პატიმარია, ელენა ხოშტარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პოლიტპატიმართა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, ქვეყნის იზოლაცია იზრდება თანდათანობით. იცით, რომ ქართული ოცნების ანტიდასავლურმა და ანტიევროპულმა პოლიტიკამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა დასავლეთს და ევროპულ გზას და სწორედ აი ამ პროცესს აპროტესტებენ მოქალაქეები დღეს და მთელი რამდენიმე თვეა დგანან პროტესტში და მოითხოვენ მოქალაქეები, რომ აი ეს ძალადობრივი პოლიტიკა უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე ქვეყანაში. ჩვენ შევეცდებით, რომ გავესაუბროთ აქ მყოფ ადამიანებს და მოგასმენინოთ მათი აზრი ქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რას ფიქრობენ თუნდაც იმაზე, რომ ქუჩის ერთ მხარეს ოცნება ზეიმობს და მეორე მხარეს მოქალაქეები არიან პროტესტში. ნაზი, მოგესალმები. ბათუმელების ჩართვაში ხარ, ახლა ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდი იმასთან დაკავშირებით, რომ მე-9 თვეა ქვეყანაში მოქალაქეებს პროტესტი, ხო, ითხოვენ ოცნების ხელისუფლების წასვლას, ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასე შემდეგ. პრინციპში ჩვენ საუბარს ალბათ ხელშეუშლის ის მუსიკის ხმები, ხო, რომელიც ევროპის მოედნიდან მოდის. ევროპა არ მოსწონს და ქართულ ოცნებას, თუმცა ევროპის მოედანზე დღეს მართავს კონცერტს, სადაც ფაქტობრივად მათი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, იმიტომ რომ ხედავდი
ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, მათ ეგრეთ წოდებულ დეპუტატობის კანდიდატებს და ასე შემდეგ და რა შეგიძლიათ თქვათ ამ ყველაფერზე? რისი იმიტაცია ეს ამ ქალაქში თუნდაც და ამ ქვეყანაში? პირველ რიგში ეს არის არჩევნების იმიტაცია, წინასაარჩევნო კამპანიის იმიტაცია და მეორე იმის იმიტაცია, რომ რა ვიცი, ხა თავი ქუჩი აქვს ამათ და საკუთარ მრევლს ამომრჩეველსაც ვერ ვამბობ. თავი ქუჩი აქვს? ანუ ისინი აჩვენებენ ამას პრობლემებს. ანუ ამის იმიტაცია, რომ ყველაფერი კარგად არის. კარგად და ეკონცერტებად და ემყარებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ კი გახსოვთ და ეხლა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენო, რომ ამ ტიპის ფესტივალებზე იდგა რიჟვაძეც და იდგნენ ის ქალაქის მერები, რომლებიც ხალხს არჩევინეს, ანუ რომ არჩევნები რო ერქვა, თორე ისე რომ მართლა რაღაც სხვადასხვა მეთოდებით არჩევინეს და მერე გადააყენეს, ანუ თითქოს საკუთარინებით რო წავიდნენ და რომ გადააყენეს მიყოლებით რო წერდნენ თითქოს განცხადებას. მერე მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავენ იმათ, ვისაც მერე კანდიდატად ასახელებენ. აი მის წინაპირობა და ამის მიზანი რა არის, რომ ეს ადამიანები კარგად აიზილონ ეს პარტიული ნიშნით აიზილონ როგორც თვითმმართველობას, როგორც სხვა ტიპის არჩევნებში, თქვათ სხვა მასთან, რა ვიცი, პარლამენტთან და ასე შემდეგ. და ეს ბიუჯეტის ხარჯვა წარმოაჩინონ ისე, თითქოს ამას პარტია უკეთებს მოქალაქეებად. ან თქვათ კონცერტებს რომ მართავენ, ან რაღაცა ეხლა რომ შემოიღეს თქვათვის, რომ რაღაცა ის ჯილდოებს არიგებენ, სხვადასხვა სეგმენტურად ხდებიან მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებს, თქვათ, მსახიობებს და ასე შემდეგ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ძალიან, აი მაგალითად უნივერსიტეტებს და ასე შემდეგ და სტაჟირების პროგრამა გამოაცხადეს და შუგან ყველაფერს ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებენ, მაგრამ ფუთავენ ისე რომ ამას აკეთებს პარტია, იმიტომ რომ და თავად არიან წარმოდგენილი ამ ღონისძიებებზე და არა ოპოზიციის წარმომადგენლები. იმიტომ რომ რა თქმა უნდა და იცი რა არის რომ ეხლა ეს სიტუაციები რაც ახლა გვაქვს, მე ვერ ვარ ეხლა ისეთი ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს არ მუშაობს ეს, იმიტომ რომ ამას ემატება ყველა ის სეგმენტიც და ის კომპონენტიც, რითიც მიბმული ყავს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბიუჯეტს, ხო? და სამწუხაროდ, მაგრამ ეს ბიუჯეტი ივსება მოქალაქეების გადასახადად, იმ მოქალაქეების, რომელსაც 5,000 ლარი აჯარიმებს თითქმის ეკონცერტებად მათ, ემღერებათ ამ ადამიანებს. კრიზისი რო გვიახლოვდება, ის რო ინფლაცია იზრდება, ის რო ეკონომიკური ზრდა რო ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში ისეთი, რომლის გავშიც თურმე ევროკავშირის ქვეყნებში არ არის და ციფრებში ეს მართლა ასეა გამოხატული, მაგრამ ეს რო არ იგრძნობა, იმიტომ არ იგრძნობა, რომ მოქალაქეების ეს არ აისახება ამ მოქალაქეებზე პირიქით უარყოფითად აისახება გარემო პირობები, რაც ახლა გვაქვს და აისახება მხოლოდ იმათზე, რომლებსაც აქვს ძალაუფლება და რომლებიც არიან მიმსხდარი ბიუჯეტს და წურბელებივით წოვენ ამ ბიუჯეტს ამ ადამიანების მიერ გადახდით. კიდევ ერთხელ მინდა უთხრა, ეს ადამიანები მიდიან არჩევნებზე თითქოს ირჩევენ ვიღაცას. სინამდვილეში ღირსება ელახებათ, მაგრამ მე მაგალითად როგორც საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს მელახება ღირსება, როცა მე წავედი არჩევნებზე ვიღაცას ხმა მივეცი. თქვათ, ვარა ვარ მე ქართული ოცნების სამმართველო, მაგრამ აი რო ვიყო. მივეცი ხმა და მე რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადააყენეს ეს. მე კიდე მივეცი ხმა და კიდე გადააყენე. მიდიან თხოვენ ხმა მოგვეცითო და მე არც არავინ არაფერს არ ეკითხება ამ ადამიანებს და ხო რაღაცა წყალებში ქვია დამომრჩევლობა. რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნება ფაქტობრივად არჩევნების იმიტაცია და აქცია და საერთოდ სახელმწიფოებრიობაც იმიტაცია და აქცია, ხო? შინაარსი აღარ. დიახ. და აი ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოების გარკვეული ნაწილი ელოდება, ვთქვათ, რევოლუციურ ცვლილებებს, ხო, ამ ქვეყანაში. თქვენ თუ გაქვთ რომ აი ამ თუნდაც რაღაცების შემხედვარე რა განწყობა გაქვთ და რამდენად აუცილებელია რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ცვლილებები, ვთქვათ. ცვლილებები მალე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რაც უფრო აი დრო არ მუშაობს ჩვენზე. იმიტომ არ მუშაობს, რომ კიდევ უფრო და უფრო უარესდება. აი ახლა კიდე რაღაც კანონები დაანონსეს, რომ ფულის მიტაცების სურვილი არავის არ გაუჩნდა. ვინ იტაცებს? მე, თქვენ, რა ვიცი. აი ეს მოქალაქეები ბოლო მაგალითები რაც დავინახეთ, აღმოჩნდა რომ მათი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ყველა კორუფციაში ბრალდებულები. ის ადამიანებს ვთქვათ, იჟვაძე, ჩიქოვანი,
ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააკავეს. რომელაუ, რა ვიცი, ღარიბაშვილი, ვისაც დღეს აი რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ არის მათი თავისუფლებაზე ყოფნის საკითხი. ხო, იმიტომ რომ ოლიგარქი ასე უყურებს, ხო? ოლიგარქი არის ტიპი, ანუ ეგეთი ფსიქოტიპი არის, რომ ყველა და ყველაფერი არის მისი. ანუ ვისაც ფული აშონინა, ის ფულიც მისია და ვისაც აშონინა, ის კაციც მისია. ამიტომ რა წუთშიც დაჭირდება იმ წუთში გამოაცნის საწყდეს და იმ წუთში აქცევს არაფრად, ამ ჩამოაქცევს თავზე ყველაფერს. აი უბრალოდ აი მოქალაქე თქვენ რომ მკითხეთ ახლა რევოლუცია და ის სიტყვა რევოლუცია აქციას კრიმინალიზებულა და სიტყვების კრიმინალიზება ხდება უკვე ნახეთ რომ თითქოს რევოლუცია არის რაღაცა კატასტროფა ხო რაღაცა და ხო ამ დროს ილია ჭავჭავაძეს რა ვიცი პორტრეტები ეკიდათ კაბინეტებში ახლა არ ვიცი არის თუ არა მაგრამ ადრე ასე იყო ისიც კი არ იციან ან უბრალოდ არ იციან არა იციან ჩემი აზრით კარგად იციან უბრალოდ ვიღაცებს არწმუნობენ რომ ჩვენ ვართ ხალხის მტრები, ჩვენ ვართ ქვეყნის განვითარების მტრები და ჩვენ გვინდა მოვახდინოთ რაღაც საშინელება, რასაც ქვია რევოლუცია, რომელიც ამ ქვეყანაში არევს ყველაფერს, გამოიწვევს ომს, კატასტროფას და თუმცა ეს ქვეყანა უკვე არეულია, იმიტომ რომ დაკარგული აქვს ადამიანები დაკარგული, იმასაც რას ახლა აქვს, ამაში აჯერებენ საკუთამრებს და იქაც ამიტომ უბრალოდ ეს ძალიან კარგად იციან. უბრალოდ სუფთა აჯერებენ კი ვინმეს, გარდა იმ ვიწრო ჯგუფისა, ვინც თქვათ რაღაც კონფორმიზმის გამო ამიბმული მათთან. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არ არიან კონფორმიზმის გამო, აქ თავიანთ რაღაცა ბიზნესები და რაღაცა ჯერათ მართლა მიკამათია უახლოეს ადამიანებთან ამაზე, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანებისა არის რაღაცით ან დავალებული, ან საფრთხეს გრძნობს, ან ვერ ხედავს ალტერნატივას არჯერა ოპოზიციის. ანუ ესეც ერთი დიდი თქვათ რაღაცა მაგრამ ქვეყანა რო იკარგება ამისჯერა. სახელმწიფოებრიობა რო იკარგება ამისაც რა. აი დეუბნება რომ ეს არ მოსწონს რაც არის, მაგრამ აბა რა აი აბა რა გასაგებია ესეა პროპაგანდის ქვეშ მყოფი ადამიანები გასაგებია ხო ეს კი აი პროპაგანდა არის ხორიცის ყველა შრეში არის აი ყველა შრეშია შეღწეული და უკვე რაღაცა მეტასტაზები აქვს რა და სამწუხაროდ ასე ოღონდ არის საკი ნაწილი რომელიც შესაძლოა გარეთ არ გამოდის მაგრამ იმ წუთას როგორც კი ის ხალხი დაინახავს რომ რაღაც ორგანიზდება აი როცა ხდება ხოლმე რაღაცა რომ აი ეხა საჭიროა გამოსულ ისინი აუცილებლად ადგენენ და გარეთ გამოდის ამის მჯერა ნაუჭიროა რა რომ რაღაცა ეს პროტესტი საპროტესტო მუსიკა არსად არ გამოდავა ნაზი მადლობა რომ გამიზიარეს თქვენი მოსაზრება სიდისის პატიმარის ზვიად ცეცხლადის დედას ხედავთ და მინდა რომ ჩავრთო აი ამ ხმაურის მიუხედავად ქალბატონო ნარგის მოგესალმებით თქვენ ხართ ის ადამიანი ერთ-ერთი დედა რომელმაც ფაქტობრივად შემოიარა მთელი საქართველო ხო გააცანით სინდისის პატიმრების წერილები ადამიანებს ვინც თქვათ ნაკლებად ინფორმირებული იყო თუ რა ხდება ქვეყანაში და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხმაურობენ კონცერტზე მინდა რომ მოუყვეთ რა ნახეთ ამ რეგიონებში ხალხი რამდენად ინფორმირებულია როგორია მათი განწყობა თუნდაც აი ამ დაანონსებულ მომავალ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმედიანად ხართ რომ ხალხი შეცვლის ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ასე რა ვთქვა აი როგორი სიტუაცია იცი ხალხმა იცის უკვე რაც ხდება არის შეშინებული ხალხი არის როცა თქმა უნდა და ვერ ამბობს მაგრამ გაზეთი ყველას უნდა ყველას აინტერესებს იყო ხალხი რომელიც იმდენად შეშინებული იყო თუ მათი შვილები ან ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში გულებს ჩუმად მაჩვენებდნენ და გაზეთი მინდა და როგორ და პადიაში ჩუმად შევდიოდი და კარებთან ყოლებდი და მოვდიოდი და მე იქიდან ავიღე აი ესეთი შემთხვევაც ყოფილა მაგრამ ბევრი მოდოდა და მე ვქნება ხმას ვერ ვიღებ თქვენ გიჭერთ ხმას აი დღეს კიდე ბაზრობაზე ვიყავი და ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ მაგრამ წავალ და ბიულეტენს გავაღვიძე მე შინია ჩემს ქმარს ბიზნესი აქვს და ემუქრები ანუ შევფიქრობთ რომ ისინი მხარდამჭერები კი არ არიან რეალურად ტერორის ქვეშ არიან არიან უკვე რომელიც ბედავს აღარ მაინტერესებს გადამწყვეტი მომენტია 4-ში და უნდა გამოვიდეთ სულ აღარ მადარდებს ქვეყანას კარგავთ შემოსული არიან ეს არაბები ირანელები გეფიცები
ვინ სადრას აგვაფეთქებს არავინ არის აბაო მიგინდა აი მაგალითად ფესტივალი იმართება ახლა და რომ ვუყურებთ ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქეები გაცილებით ბევრნი არიან ამ კონცერტზე ვიდრე ვთქვათ ადგილობრივები ხო აი რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე აი მიმიტირებულ მშვიდობაზე აი მიმიტირებულ ბედნიერებაზე სადაც მხოლოდ ოცნების კანდიდატები არიან რეალურად და ნაკლებად ადგილობრივი არიან და ახლა არის საარჩევნო კამპანია მათი დიახ არც სიმღერაშია ომახიანობა და არც ტაში. იმიტომ ქართველები ბევრი არ არიან. აქ რო ქართველები იყვნენ გადაჭედილი, ტაშით გაანგრევდნენ, მაგრამ არ არის. იმ მომღერლებშიც არ არის ის ენერგეტიკა. სამარცხვინო სიტუაციაში გრძნობენ ეთყობა რომ აი წაღან იმღერებს ჩვენს ქვეყანას ურავინ შეგვეცილებაო, შეგვეცილეს და დავკარგეთ ხალხი გამორდი. მართლა ნუ არ გძინავ. თქვენ შვილებზე იფიქრეთ, აი თვითონ ეგრეთ წოდებული მთავრობა მას ვეღარ იღებს, მაგრამ თქვენ ხალხმა უნდა ამოიღოთ, მაგენი არიან კუთხეში მოწყრეები. მაგ ბიძინა ივანიშვილა მიცა უფლებები, აკეთებინა პული და კუთხეში ყავს მოწყრეები. დარწმუნებული ვარ, ბევრს უნდა რომ ჩვენს გვერდით დაქეს და ქვეყანა გადაარჩინოს, მაგრამ არიან იმაში წნეხში და ანუ შანტაჟის ქვეშ, მაგრამ ხალხმა ხომ უნდა ამოიღოს, აუცილებელია ეს 83 კაცი იყოს ქვეყანაში, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიათვევს და არა ქართველი ხალხის არჩევანი, არა ევროპისკენ. ჩვენი ქვეყანა რუსეთი გვაგრეჭა, ჩვენ გვიჭერს ხელი და ვქაჩავთ უკან, ისინი იქეთ გაჩავენ და ესეთ ჭიდილში ვარ. აი გადამწყვეტ მომენტში რატომაც გული მიგურცნობს. ქართული სული გაიღვიძეს ერთ-ერთი ახლა ძალოვანი მოვიდა და მითხრა სახელს ვერ გეტყვი, გვარს ვერ გეტყვი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში 80% თქვენ გვერდით ვარ. მისთვის როდის არის გადამწყვეტი მომენტი? ალბათ ეს 4 იქნება და ეს მე როდის მითხრა იცი ძალოვანი სანამ ხაბეიშვილი იტყო და 4 ნომერი და იქამდე ამბობდნენ განსაკუთრებით აჭარაში. თქვენ ფიქრობთ რომ 4 ოქტომბერი გადამწყვეტია თუ რაღაც ზღვრის დასაწყისი, ახალი ზღვრის დასაწყისი? დასაწყისიც არის და მე ვფიქრობ რომ აი მე მაგალითად 4 ოქტომბერს არავის მოწოდება არ მინდა, პირველად ხაზზე დავდგები და მე იქ ვიბრძოლებ როგორც ერთ-ერთი დედაი. ყველა დედა ისე იზარდა. ჩვენ ქვეყანას ვერ დავკარგავთ. მე შვილები მყავს. ჩემი თაობა, ჩემი შვილების ჩვენმა თაობამ ყოველი ბრძოლა ჩვენ. ახლა ჩვენც უნდა ვალდებული ვართ, იცი? სანამ რუსეთი ემუქრება ამ ქვეყანას მე მგონი სამწუხაროდ ბრძოლა მოგვიწევთ. ჩვენ სამწუხაროდ მარტო რუსეთი არა, ჩვენ ძალიან ბევრი აი იმდენი ტურისტი რო აღარ არის და უკვე მაცხოვრებელი აქ შემოსული. ან თქვენ ფიქრობთ რომ დემოგრაფიული საფრთხეც ემუქრება ამ ქვეყანას? ემუქრება. აი 10 წელიწადში გავქრებით ხალხო, გაიღვიძეთ. გავქრებით, დავიჯე რო არ განიცდია. შენიერი რო არ დადის, აი ბულვარში გადით ხალხო რა ხდება. ნახეთ რა ხდება რესტორნებში. რუსები ცეკვავენ, თამაშობენ, ჩაფუთული ეს არაბები ჩამოსული და საწოდავი პრინციპში დღეს ყველაზე ღია მტერი ამ ქვეყნის არის რუსეთი, იმიტომ რომ ოკუპირებული აქვს ტერიტორია და ხედავთ რომ აი როგორ ომს ხო სისხლიან ომს აწარმოებს უკრაინაში და ეს საფრთხეა ყველაზე მეტად ამ ქვეყნისთვის, ხო? ყველა ერთად არის საფრთხე. კახეთში ვიყავით და ერთი ამოწევ კახეთი გაიყიდა მისი ხალხით. და მეთქი მე არ ნერვიულობ და ხალხი ბედნიერია როგორ რა ბედნიერებსო? გაყიდეს ის? კახეთი გაიყიდა მისი ხალხი. ვისზე გაიყიდაო? არაბებს. ჩვენო კარგად ხო, პრინციპში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დროის განმავლობაში იყო სადღაც დამალული, შეიძლება ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში არ გამოჩენილა, ნახეთ რომ პირველად ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა 2 დღის წინ, შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს და ისაუბრა ისევ ინვესტიციებზე. რა განცდა გაგიჩნდათ ეს რომ დაინახეთ, რას უპირებს თუნდაც ივანიშვილის მორიგი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს ამ ქვეყნის არ ვიცი აი გაკიდულები ჩვენ ქვეყანა მე მგონი დავკარგეთ უბრალოდ ხმამაღლა აკლიათ თქმა რომ
Ragai საქართველოს ხალხო დამშვიდეთ. მაშინ რას ვიბრუნებთ თუ დაუკარგეთ? და არ უნდა დაუკარგოთ, დავიბრუნოთ, უნდა და ვიბრძოლოთ. აი უნდა გამოვიდეს ხალხი. აღარ შეიძლება ხალხო მხარი აღარ უნდა ვიყოთ. ხოცი ნაცი ლელო გახარია. ახლა უნდა იყოს გაერთიანება. ქვეყანა გადავარჩინოთ და მე არჩევნებზე ვისავს უნდა იმას მიცემთ ხმა. ოღონდ ახლა რუსეთს წავგლიდოთ თქვენი ქვეყანა და აი ხალხმა უნდა იყოს პასუხისმგებლობა. მე მაგალითად არავის არ დავაკისრებ პასუხისმგებლობა. ჩვენ თავზე ავიღოთ. აი ეს მითხრა და რა ყველა გავხდეთ საკუთარი თავის პასუხისმგებელი და ყველა ვიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა რომ ქვეყანა მართლა დასახსნელი ახლა როგორ ვერ ხვდებიან გავიჯერო ვერ ხვდებიან ან ეს როგორ მღერისა სამე როგორ უნდა დაიძინოს რომ გადახედე ვის უმღერით ქართველების 10% არ არის რუსების და არაბებით არის სავსე და ირანელები ვის უმღერით ტაშიც არ არის ომახიანი დაშულებას ალბათ ომახიანი ტაშო და ვერ ექნება ომახიანი ტაში ხალხი ქართველები არ დგან მესმის აი ესაა სამწუხარო მადლობა ქალბატონო ნარგის მადლობა რომ მართლაც ასეთი აქტიური ხართ და მე მგონი პოლიტიკოსებზე მეტად თქვენ სინდისის პატიმრების დედები და დიხართ აი ესე კარდა ინფორმაციას აწვდით მოქალაქეებს მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში მარიამ ხომ არ გაქვს სურვილი ვითხრა აი იმ განწყობებზე რაც ქალაქშია აგერო ქართული ოცნება ზეიმობს დღეს ფესტივალია მათი კანდიდატები არიან ქართული ოცნებაც არ ზეიმობს აქ შეკრებილი საზოგადოება არ ვიცი არ არიან ქართულენოვანები არ მგონია რომ ხანი არ არის ვიზუალურად რასაც ვხედავ მოქალაქეები ახლა ბიზნესგან თუ არ იყიდეს გუშინ მოქალაქეობა რაიმე ფულის სანაცვლად არ გვანან საქართველოს მოქალაქეებს ყოველ შემთხვევაში აი ერთ მხარეს ქართული ოცნების ზეიმი მიმდინარეობს აქეთ მოქალაქეები აპროტესტებენ მიტაცებულ სახელმწიფოს პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნას ზეიმის იმიტაციას იმიტომ რომ თუ რაღაცა სახალხო ზეიმია იქ უნდა იდგეს ხალხი ხო მოსახლეობა ეს არ არის ჩვენ ეს არ არის საქართველოს თუმცა იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი აი ფესტივალებში 100,000-ობით ლარი და სარგებელს იღებს ვინ რეჟიმს საწყობს ესეთი სპექტაკლების დადგმა თითქოს რაღაცა რამდენიმე საქმეს აკეთებს ხო ერთი რომ ვისაც უჭირს და ასეთი არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმას უთხრეს რომ მე არ მაინტერესებს შენ გილხის გიჭირს მე აქ სპექტაკლს ვდგამ ამით შენს გატყუებ თავსაც ვიტყუებ მაგრამ გამდის და ამას ვაკეთებ ანუ მორალურადაც ფსიქოლოგიურად მეხავს მეორე ვიღაცებს კი შეიძლება აჯერებდეს და ბიუჯეტს ფლანგავს ანუ რაღაცა საქმეს ინიშნავს აი თითქოს ამბობენ რომ აი საარჩევნო ფულს არ ხარჯავენ და სინამდვილეში იხარჯება ბიუჯეტის ფული ხალხის ფული აი ამ გაღატაკებული ხალხის ფული რომელსაც აჯარიმებენ 5,000-ობით ლარით და სარგებელს იღებს ქართული ოცნება რომელიც პრინციპში საკუთარ კამპანიას აწარმოებს ასე არა მხოლოდ კულტურული ღონისძიებებიდან არამედ ყველა ღონისძიება მთელი ბიუჯეტი უმეტესწილად იხარჯება ხოლმე მათ საარჩევნო ელექტორატის მომსყიდველ ღონისძიებებში ანუ ადმინისტრაციაც რაც აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს მთლიანად არის ბერკეტი ერთადერთი ფუნქცია რაც გააჩნიათ ეს არ არის თვითმმართველობა ეს არ არის ხალხის მსახურება და არ ვიცი პოლიტიკების დაგეგმა და განხორციელება ეს არის რეჟიმის თვის ხმების მოძიების ხალხის დატერორების დაშინების ცდელობა ყოველ შემთხვევაში ცდილობაც არ ცდილობა არ არის განხორციელება მარიამ ნარგის ვესაუბრებოდის ვიადის დედას და მან მითხრა იგივე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რომ მე საკუთარ თავს ვააკისრებ ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიდგე თუ არა ამ დღეს ქუჩაში ხო და ის ამბობს და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე იმიტომ რომ მე აღარავის აღარ უყურებ არც პოლიტიკოს არავის და მე როგორც ერთი მოქალაქე უნდა ვიდგე და ვიბრძოლო შენი განწყობა როგორია სად იქნები თუნდაც 4 ოქტომბერს და როგორ უყურებ ამ დღეს სადაც არიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და სადაც არიან ჩემნაირი ადამიანები და
ვიცი რომ ბევრი ჩემი მეგობარი, ამხანაგი, კოლეგა და თანამოქალაქე და ამ ქვეყნის გულშემატკივარი, ჩემსავით გულშემატკივარი იდგება იქნება თბილისში და მე არ მაქვს დიდი მოლოდინი სიმართლე რო გითხრათ, არ მგონია რაღაცა გარდამტეხი მოხდეს, უბრალოდ სულ რო უარესი მოხდეს, ვიდგები იქ, სადაც ახლა ვით ჩამოგითვალეთ, ეს საზოგადოება იდგება. ანუ მათ გვერდით ხედავ ჩემს თავს ყოველთვის. მადლობა. გამიზიარეთ მოსაზრება. მეგობრებო, ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუერთით, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 299 დღე, რაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი იმყოფება პროტესტში. აქ მყოფი ადამიანები, იცით რომ მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რადგან თქვენ იცით რომ 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და ბუნებრივია მოქალაქეები მოითხოვენ რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, რადგან იმ არჩევნებზე დარღვეული იყოს საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპი, რომელიც უმთავრესი პრინციპია არჩევნების ჩატარების დროს და იცით რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ არჩევნების შედეგები, ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჩივრეს, თუმცა სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა ეს არჩევნები და არ მიცა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოქალაქეების პროტესტს მოყვა მასობრივ პროტესტს მოყვა სასტიკი დარბევები, თქვენ იცით ხო, ვინც ათვალსადევნებდით ამ პროცესს და ასობით ადამიანი დაშავდა აი ამ საპროტესტო აქციებზე, ძალიან ბევრი მათგანი მოხვდა კლინიკაში, მძიმე ტრამვები და დაშავებები მიიღეს ჟურნალისტებმა, დაუტეხეს, დაუმტვრიეს ტექნიკა და ასე შემდეგ და იცი რომ ეს იყო ერთ-ერთი სასტიკი მოპყრობა მოქალაქეების მიმართ ქართული ოცნების რეჟიმის მიერ და მიუხედავად აი ამ სისასტიკეებისა და შემდგომში განხორციელებული და მიღებული უამრავი რეპრესიული კანონებისა, საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ ამ პროტესტის შეჩერებას და აცხადებენ, თქვენ ჩვენს ლაივებში მოისმინეთ არაერთხელ და ახლაც იგივე მოისმინეთ პრინციპში, რომ სანამ არ დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნები, მოქალაქეები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და ასევე მოითხოვენ იმ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას, სიდისის პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც ციხეში იმყოფებიან და უმრავლესობას აქვს მისჭირი 2 წელი, 4 წელი და 8 თვე და ასე შემდეგ და რამდენიმე მათგანს 8 და 9 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მათ ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ ქვეყანაში. თუ კი ექნება ვინმე სურვილი გაგვესაუბროს, თქვენ გაქვთ სურვილი რომ ბათუმელებს ჩააგვერთოს, მოგესალმებით. მე ვესაუბრებოდი მოქალაქეებს 4 ოქტომბრის მოლოდინებთან დაკავშირებით, თქვენი განწყობა როგორია და თუნდაც რა შეგიძლიათ გითხრათ, რა ხდება ამ ქუჩის იქეთ? სხვა საქართველოა თუ ეს არის იმიტირებული ბედნიერება, რომელსაც ქართული ოცნება თითქოს ქმნის ამ ქალაქში? თქვენ რა ხასიათზე ხართ დღეს? ეს საქართველო არის ორ ნაწილად გაყოფილი. ანუ ბედნიერების მქონე საზოგადოება და უბედნიერების მქონე საზოგადოება. ასეა გაყოფილი სამწუხაროდ და საუბედუროდ. საზოგადოების ნაწილი რაღაც მცირე ნაწილი, მცირე ჯგუფი, ქართული ოცნების მხარდამჭერები და ქართული ოცნების საშუალო ლიდერები არიან ბედნიერები, იმიტომ რომ 80%-ზე მე სულიერ მნიშვნელობით ზარსვავენ და მიმდინარეობს ხალხი ზარსვა, პოლიტიკური ზარსვა და შესაბამისად არიან ბედნიერები, რატო არ იქნება ბედნიერები? ზარსვავენ ხალხს და ფულებს აკეთებენ, მილიონებზე ზიან რესტორნები და რესტორნებში პატიჟებენ ერთი მროსტას. რა თქმა უნდა. ანუ ამ ხალხს არ ადარდებს ის, რომ ქვეყანა იზოლაციაშია, რომ რუსული მუქარა იზრდება, რუსული საფრთხეები იზრდება, ის რომ აღარავინ აღარ ელაპარაკება ამ ქვეყანას ცივილიზებული სამყაროდან, ეს ამით მაყოფილი არიან? მთავარია საკუთარი ჯიბე და პიროვნული ინტერესები. ერთადერთი პრინციპია ახლა ჭანჭულ ასევე წინასახვა დავიცეთ თვალებსო და გამიგეთ. სანამ დურად გულოვობენ. ხალხის კისერზე არის ჩამოკიდებული, სანამ დურად გულოვობენ. მარტივ რაღაცაზე მინდა გავამართლო ყურადღება, რომელიც ასაკოვან ადამიანებს ეხება უშუალოდ. აგერ სუპერმარკეტებში რო შედიხარ მაგალითად 7 ლარი და 99 თეთრი. ანუ რას ნიშნავს 99? რატო 8 ლარი არა?
8 და 99. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ზედაზის რომ მარკეტინგული გათვლა ეგ. ხო, გათვლა ერთია, მაგრამ ყურე, აქ არის მახინაცია და ხდები რა მახინაცია არის აქ. ასაკოვან ადამიანებს მომენტში გონებრივად უჭირთ სწრაფად დაანგარიშება და ტყუვდებიან, ხო გამიგე? აი 32-ისა 34-ის არის, აბა ჩამოვყარე, ჩამოშოტა 34-ის არის, იქ 2-3 ლარი მოატყუა. ეს მახინაციები არის. თუ მახინაციები მაგ არტერიალებს და 99 ცენტრზე რომ იყოს პრობლემა ზოგადად ძირია ქვეყანაში. სუპერმარკეტებში არის მეთქი უვნები მახინაციები. ხო, სუპერმარკეტის ქსელებზე მაგ საუბარი თორე ქვეყანაში რომ ზოგადად მახინაციები და კრიმინალია მაგაზე აღარას ვიდო ხალხს დარწმუნებენ მეთქი ოპერატორი. მაგრამ ეს სუპერმარკეტებში ეს უშუალოდ პენსიონერებს ეხება და ასაკოვან ადამიანებს ეხება. შენ და მე ვერ მოგვატყუებენ, მაგრამ ასაკოვან ადამიანებს ეს იმით როგორც ფსიქოლოგიურად აბნევენ. ეს 3 და 99 და ის უკვე ანგარიშობს 99 და ვერ მოყარა თავი. ასაკოვანია ხო გამიგე? ესეთები პენსიონერები არიან ძიმე მდგომარეობაში ამ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ უკვე სხვა ფენაც ძიმე მდგომარეობაშია, ხო? საშუალო ფენა ქრება ამ ქვეყანაში რეალურად. გარდა იმისა, რომ უკანონო ჯარიმებით დაამძიმეს ადამიანების ბიუჯეტი და დაასუსტეს, ფასები იზრდება კოლოსალურად. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ირწმუნება, რომ თითქოს ეკონომიკა იზრდება ამ ქვეყანაში, ხო? და მეორე მახინაცია კიდე მე რას დავაგვერდე. მაგალითად სიტყვაზე ხო არის 10 და 40 სიტყვაზე ფასი დაწერილი, ხო? ვითომ ფასდაკლებას გიჩვენებენ ყვითელი ბარათი მიკრული 10 და 40 მიდიხარ 12 წელს გახდებიებე, რატო? იმიტომ რომ გიჩვია რომ ეს უშინდელი ფასი იყო. სინამდვილეში შენ ავარს ღებულობ, გები რიგში 10-12 კაცი და მე რიგის ვეღარ კადლობ, ვეღარ გამოდიხარ. გასაგებია მარკეტინგის პრობლემა, მაგრამ ესეთი თაღლითობა ხდება და რატო ხდება ესეთი თაღლითობა? ეს რიგით მოქალაქეებს ეხება მე. ამას პლუს კიდე მაგალითად შედიხარ თუნდაც აგერ ტექნიკის ქსელებში, ხო? მე მაგალითად მაცივარი ნახე, გასაყიდი ყურე, გაგეცინება 1999 ლარი ეწერა ფასი. უყურებს ერთ-ერთი მანდილას არის 19,000 ლარია ფასია და გაგიჟდა მანდილასა. არას ფიქრობთ აი ამ განწყობებზე, რაც არსებობს ქვეყანაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და თქვენი განწყობა როგორია ამ დღესთან დაკავშირებით? საფიქრებით თქვათ, იქნებით თუ არა პროტესტი? ჩემი პირადი განწყობა ეს არის, სანამ მე პირადად მე ესე ვფიქრობ, ესე გადავწყვიტე გულწრფელად მინდა ვაღიარო, სანამ არ მოუწოდებს. აი დარჩენილი ორი ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში დააპროტესტებს, რომ ხმამიესის, ლელოს და გახარიას მე 4-ში აღარ ვაწამსვლე. დღეს ეს გადავწყვიტე. და გეტყვი რა? ვერ მივხვდი? სანამ თქვენ მომხრე ხართ არჩევნებზე წასვლის? გითხრა, მომხრე ვარ არჩევნებზე წასვლის და სანამ არ მოუწოდებს. სანამ არ მოუწოდებს ეს ორი პარტია. დიახ. მიეცით პადეშკა. გახარია იქნება თუ ლელო იქნება, მანავთ მე აქციაზე არ ვაწამსვლე და პარტიაში ვის გულისხმობთ ვერ გავიგე. ეს ორი პარტია რაც მოძრაობა და ახლება. ვინ არიან ახლა? ხო, მაგრამ ბოიკოტში მყოფი ადამიანები, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნებს და ბოიკოტში არიან და როგორ უნდა მოუწოდონ. მაგრამ ბოიკოტში შენ რაც არ უნდა იყოს, შენ კოლეგას რომ შენ პადეშკას არ აძლევ, ხო გამიგე? ეს უკვე არასწორია, მე არ მეშინახავ. ხო, მაგრამ ესენი 8 პარტია არის ბოიკოტში. ისინი არ მონაწილეობენ არჩევნებში და პირიქით ხო და ვის ცისკვილზე მუშაობს მე ეს ბოიკოტი? ვის ცისკვილზე მუშაობს? ოცნების ცისკვილზე მუშაობს, როცა ოპოზიცია აგერიშ აგერიშ არჩევნები ტარდება 4 ოქტომბერს, ეს განცდა გაქვთ რომ არ გააყალბებს ოცნება? რა არის 90-იან წლებიდან დაწყებული? 30 წელს მეტია. მოსახლეობის უმცირესობა აწყობს რევოლუციას. უმრავლესობა არ აწყობს. გამსახურდია რომ შევანაიწყო სააკაშვილის რო მაგრამ არჩევნები წაგართვა. მოსახლეობა ამბობს რომ არჩევნები წაგვართვა ივანიშვილმა და ეხლა რა მოლოდინი გაქვთ რომ მიიღებთ თავისუფალ არჩევნებს. საზოგადოებამ თუ არ ჩადგა კალაპოტში, რა კალაპოტში გულისხმობა. ეს ორი პარტია რომ დარჩენილი არის, რომელიც არჩევნებში შეგულოს მონაწილეობა, ნაწილზე რაღაც იმედია აქვს. ეს იმედიც რომ დაეკარგება და საზოგადოება ბოლოს ამეწურება იმედი რომ კიდევ გააყალბო ოცნება, მე იფეთქებს საზოგადოება. ჩემი შეხედულება ესეთია. ანუ ის 80% მასა, რომელიც ფაქტიურად 80% მასა, რომელიც რევოლუციის მომხრე არასდროს არ არის. ხო გამიგე? რაღაც მცირე ნაწილი 20% ყოველთვის იყო აგრესორი, ყოველთვის იყო რევოლუციის მომხრე, ყოველთვის იყო გადატრიალების მომხრე. აი თქვენ გაქვთ განცდა რომ ეხლა ამ რეპრესიულ გარემოში პოლიტპატიმრების პირობებში მედიისა და არასამთავრობოების დევნის პირობებში ოცნება ატარებს სამართლიან არჩევნებს. მე მაგის მოლოდინი არ მაქვს, მაგას არ გულისხმობ. აბა მაშინ ისი მოლოდინი გაქვთ? მე მოლოდინი მქონოდა აქ არ ვიქნები, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აქვს მოლოდინი. ხო გამიგეთ? მე ამას გულისხმობ და
ამ ქვეყანაში ჩვენ თუ არ გავიგებთ ერთ რაღაცას რომ გამსხვავებული ხედვა და გამსხვავებული აზროვნება არსებობს მე რას ვფიქრობ ერთია მაგრამ ჩემს გარშემო საზოგადოება რას ვფიქრობს ეს მეორე გამიგე ამიტომ საზოგადოების უმრავლესობა როცა მომხრე არ არის რევოლუციის არ ვიცი ეს უმრავლესობა თუ უმცირესობა ხო კვლევების სხვა რამეს საჭირო კვლევები ერთია მაგრამ მე რას მინდა სხვისი კვლევები მე პირადად ვატარებ ჩემ ადამიანურ კვლევებს ხო გამიგე პირადად ვეკითხები ადამიანებს და პირადად ვიცი საზოგადოების აზრი იცი ვირა კვლევები უნდა დამიძოს როცა ადამიანებს საუბრობენ პოლიტიკაზე და აზრი ვიცი მათი შეხედულება შევხედავთ ქუჩაში გამოსულ ხალხს რომელიც ამბობს რომ არ არის მომხრე ამ არჩევნებში მონაწილეობა კი რა თქმა უნდა ეს ხომ არის საზოგადოების კი ბატონო ხო და იმიტომ რომ ის 20% მასა რომელიც თქვა მომხრე არის გადატრიალებით და რევოლუციით კი ბატონო სხვა თემა არის 80% ეს ნაწილი ხომ უნდა დაუძრა ხო მაგრამ გიტოვებს არჩევნების ცვლილების შესაძლებლობას ოცნება არ გიტოვებს ხო თუ არ გიტოვებს მაშინ ხრა არ გიტოვებს მაგრამ შენ უნდა მიყვი იმ 80%-ის ნებას იმ 80%-ს არჩევნები უნდა იმ 80%-ს არჩევნები უნდა ხო გამიგე და ის ნებას უნდა მიყვი არ ვიცით 80 უნდა თუ არა მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება მეგობრებო შეგახსენებთ რომ 299 დღეა რაც ქვეყანაში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება მოქალაქეები მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში მოითხოვენ პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე მოითხოვენ რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში ჩამოშორდება დასავლეთს ქვეყანა დააკარგავს ვიზა ლიბერალიზაციას რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელოვანი სიკეთე ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამ ქვეყნისთვის ზოგადად და დასავლეთ ჩამოშორებული და ევროპას ჩამოშორებული საქართველო კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება რუსული აგრესიის მიმართ და ამიტომაც საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ რომ დღეს ქუჩაში ყოფნა არის მნიშვნელოვანი, დღეს პროტესტში ყოფნა არის მნიშვნელოვანი და თქვენ ასევე ჩვენ ჩართვებშიც, ასევე სხვა ტელემედიაშიც ისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს ასევე იგეგმება ერთ-ერთი კიდე მორიგი მასშტაბური აქცია საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს გარდამტეხი დღე დაუშვათ ამ პროტესტის მნიშვნელობაში და ისინი აცხადებენ რომ 4 ოქტომბერს უნდა მოხდეს ზირეული ცვლილება და უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლება, თუმცა ნაწილი მაინც იმედოვნებს რომ შესაძლოა ამ დღეს არ დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ იყოს დასაწყისი კიდევ ერთი ახალი საპროტესტო ტალღისა, რომელსაც ალბათ სადღაც ექნება ლოგიკური დასასრული, რომელიც ნიშნავს ქართული ოცნების წასვლას ხელისუფლებიდან. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ, გვისმენთ, თვალსადევნებთ ჩვენს ინფორმაციებს და ასევე ტრადიციულად შეგხვდებით ხვალ ამ დროს. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისათვის, გემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.